დილომშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით, ახალი დღის მაყურებელს მივესალმებით. დიახ, დღეს არის 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე და 9 მაისი ევროპის დღე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში სხვადასხვა პავილიონში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება და ეს არის ერთგვარი შეჯამება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის პროექტების, რომელიც მეგობრობით და ერთად შეიქმნა. თუ რასახის ღონისძიებებია ექსპო ჯორჯიაში დაგეგმილი და რა აქტივობებში შეგვიძლია ჩავერთოთ აქ მოსულები, როგორც სტუმრები, დღეს 12 საათიდან ამის შესახებ ჩვენი სტუმარი გვიამბობს უფრო მეტ, შემოგვიხდება თაკო ქველიძე, პროექტ U4Georgia's წარმომადგენელი. თაკო, დილომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად და მოგწყვიტეთ სამზადის, იმიტომ რომ 12 საათისთვის უკვე ყველაფერი უნდა იყოს მზად. მოდით გვიამბეთ, რა დაგხვდება ექსპო ჯორჯიაში სხვადასხვა პავილიონში მოსულებს სტუმრის სტატუსით. დილომშვიდობის 12 საათზე არის გახსნა, როგორც იცით, ამ პავილიონში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის მე-11 პავილიონი, ელჩში გახსნის, ევროკავშირის ელჩში გახსნის ევროპის დღეს. ამ პავილიონში მოსულ სტუმრებს დახვდებათ ყველა ის პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მუშაობს საქართველოში და თქვენ სწორად ახსენეთ, რომ ეს დღე რეალურად არის სწორედ აი ამ მრავალწლიანი პარტნიორობის და თანამშრომლობის ერთგვარი შეჯამება. ასევე მთელი დღის განმავლობაში არის სხვადასხვა პავილიონში, სხვადასხვა აქტივობები, არის კინოჩვენებები, გამოფენა, ასევე არის კვების ზონა, მე-6 პავილიონში წარმოდგენილია ევროკავშირის სახელმწიფო საელჩოები და მათი საქმიანობა, ასევე არის საბავშვო ზონა, არაერთი საბავშვო ზონა მე-11 პავილიონში. შესაბამისად, აქ მოსულ ადამიანს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია რომ მისთვის საინტერესო სივრცე იპოვოს. ახსენეთ შეხვედრები, ვისთან შეხვედრის, ვისი მოსმენის შესაძლებლობა გვექნება და ვინ შეგვახსენებს კიდევ იმ ძალიან დიდ ისტორიულ წარსულს, რაც საქართველოსა და ევროპას აკავშირებს ერთმანეთთან. კი, დღეს ეს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც არის დაგეგმილი, დაიწყება 3 საათზე, ეს არის მე-4 პავილიონში. ჩვენ დღეს ყველანი ვზეიმობთ, რა თქმა უნდა, ევროპის დღეს, მაგრამ ასევე გვიწევს ეს აღნიშვნა გარკვეული, ასე ვთქვათ, საფრთხეების გააზრების ფონზე სამწუხაროდ იმ რეალობაში, რომელშიც დღეს ვართ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს საუბრები ამ კონტექსტში, იმიტომ რომ აქ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საუბრებენ მათ პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე, როგორ მუშაობს ეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში მთელი ამ წლების განმავლობაში და რა შედეგები გვაქვს და რა საფრთხეები არსებობს თუ ეს დაახლოების პროცესი გაჩერდება. ასე რომ 3 საათზე სპიკერები შემიძლია გითხრათ რამდენიმე, ლანა ღოღობერიძე მათ შორის, გიორგი მაისურაძე, ლიკა ზაქაშვილი, ასევე გვაქვს პანელური დისკუსია 2, ძალიან საინტერესო, რომელსაც მწერალი ივა ფეზუაშვილი წარუძღვება. ასე რომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო რამდენიმე საათი იქნება მე-4 პავილიონში, სადაც აუცილებლად უნდა შემოიაროს აქ მოსულმა სტუმარმა. თაკო, ახსენეთ, რომ სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი სხვადასხვა პავილიონში. თუ არის სივრცე ქართული ელემენტებით, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენს დიდ ისტორიასაც და სივრცეები ბავშვებისთვის, რომლებიც აღმოაჩენენ მათთვის საინტერესო დეტალებს უკვე ამ ძალიან დიდ სივრცეში. კი ბატონო, სივრცეები, საბავშვო სივრცე არის რამდენიმე მე-11 პავილიონში, როგორც ვახსენეთ. ერთი სივრცე არის აი ჩვენგან მარჯვენა, ანუ როცა შემოვლენ მე-11-ში ჩვენგან მარცხნივ და ასევე მარჯვენა მხარეს არის ლითქიდის სივრცე, სადაც წიგნის კითხვის და სხვადასხვა აქტივობები არის დაგეგმილი. ასევე არის ქართული ელემენტები, რადგან ახსენეთ. პრინციპში ყველაფერი ეს, რაც აქ ხდება, ეს არის ევროპულისა და ქართულის რაც ერთიანობა. ასევე არის, როგორც ვახსენეთ, კვების სივრცე, სადაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შეიძლება მიიღონ მოსულმა სტუმრებმა. და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ დღეს 12 საათიდან შეუძლიათ აქ მოსვლა, რომელ საათამდე არ უნდა გამოტოვონ დრო და მოვიწვიოთ ყველანი ექსპო ჯორჯიას პავილიონი. 12 საათზე იხსნება და 6 საათამდე გაგრძელდება. მთელი დღის განმავლობაში არის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ გაატაროთ ეს დღე ამ სივრცეში, ამინდი არის ძალიან კარგი და 5 საათზე არის კონცერტი Bedford Falls-ის ძალიან ცნობილი ქართული ჯგუფის და შეუძლიათ, რომ ამ კონცერტსაც, ასე ვთქვათ, შემოუერთდნენ 5 საათიდან.
ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობდით 9 მაისზე ევროპის დღეზე და იმ ღონისძიებებზე, რაც ექსპო ჯორჯიაში არის დაგეგმილი სხვადასხვა პავილიონში. ეს კი არის კიდევ ერთხელ იმის გარანტია და შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის, რომ საქართველოს ისტორიული წარსულია ევროპა და საქართველოს მომავალიც არის მხოლოდ ევროპაში, ასე რომ მოინიშნეთ დღევანდელი დღე 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მობრძანდეთ ექსპო ჯორჯიას პავილიონებში და კიდევ ერთხელ გახდეთ ამ დიდი ისტორიის ნაწილი. დიდი მადლობა გესოს, აუცილებლად ვეწვევით და ვისაც სურვილი აქვს დაათვალიერებს იმ გამოფენას, რომელიც ექსპო ჯორჯიაშია წარმოდგენილი.